მოგესალმებით. დღევანდელი ბრიფინგით გსურს საბოლოოდ ავხადოთ ფარდა ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფინანსურ აფიორას City Parks ორგანიზაციას, რომელიც წლების მანძილზე უკანონო და უსამართლოდ ეწევა თითოეულ ჩვენთაგანის ყლეფას, პირადი ქონების კალყოფას და დედაქალაქში გაუსაძლისი პირობების შექმნას. მოგეხსენებათ, რომ 2007 წლის ხანოებას თბილისის მერის უგულავას მიერ ხელმოწერილი იქნა 23-21-754 დადგენილება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის პარკირების სფეროში გამარჯვებულად გამოვლინდა Amagon Limited-ის და Shohar Parking Service Limited-ის კონსორციუმები. რეალურად ეს ფირმები ინტერნეტ სივრცეშიც კი არიზებნება და არავინ არაფერი იცის მათი გამოცდილების შესახებ ამ სფეროში. ნაცმოძრაობა და მისი მერი წლების მანძილზე კერძო ბიზნესში ჩაურევლობის საბაბით ასაიდუმლოებდა თითქმის სამხედრო საიდუმლოების დონეზე City Park-თან დადებულ ხელშეკრულებას. დემოკრატიულმა მოძრაობამ ლეგიტიმურად მოიძია აღნიშნული ხელშეკრულება, ჩვენი ეჭვები გამართა და ეს დოკუმენტი გიგი უგულავას და თელი რიგი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები აღმოჩნდა. კერძოდ, პირველი, ხელშეკრულება ისეა შედგენილი, რომ შეუძლებელია City Park-ისთვის გადაცემული თითოეული ჩვენთაგანის კუთვნილი მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და იქედან მიღებული მოგების დათვლა. მეორე, ხელშეკრულების შესაბამისად შემოღებული უნდა ყოფილიყო არათუ ყოველდღიური, არამედ საათობრივი გადასახადიც კი. თქვენ თუ დღეს City Park-ისგან მოითხოვთ ერთდღიან საშ, პასუხად მიიღებთ ერთკვირიანი საშვის შემოთავაზებას. მე თხოვნა მექნება თქვენთან ჟურნალისტთა კორპუსთან, აქ რო დამთავრდება ჩვენი ბრიფინგი, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ City Park-ის ტელეფონზე და თხოვოთ ერთდღიანი საშუი. თქვათ სტუმარი ჩამოგივიდა თქვენ ბათუმიდან. თქვენ პასუხად მიიღებთ, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნეთ, ერთკვირიანი საშვის შემოთავაზებას. მესამე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კეთილმოწყობილი თანამედროვე მრავალსართულიანი ავტოსადგომების აშენებაც. რამე ხო არ გამოგჩა თბილისელებს და მართლა ხომ არ აშენდა და რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. მეოთხე, კომპანია დაარსების დღიდან დაკავებულია ავტომობილების პირდაპირი ქურდობით საკუთარი საევაკუაციო ბრიგადების მიერ და 10 ლარიანი ჯარიმის გარდა, თუნდაც თქვენი მანქანას მიასწროთ იმ შემთხვევაში, ხო? მოპარული ავტომობილების გამოხსნა 65 ლარი გვიჭდება. საჯარიმო სადგომის ხარჯის სახით ეს კიდევ დამატებითი 600%-იანი მოგებაა კომპანიისთვის. და რაც ყველაზე მთავარია, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად 125 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეს დგომა გაჩერების წესის დარღვევა ოქმის შედგენის უფლება აქვს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოებს. ხოლო უგულავას 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანებით, ნომერ 17 ბრძანებით, საჯარიმო ქვითრის ოქმის შედგენის უფლება მიენიჭა შეპეს City Parks. რომ იტყვიან კომენტარი ზედმეტია, თუმცა 2011 წელს იყო მცდელობა, რომ ეს ლაფსუსი გამოესწორებინა და სამართალდარღვევათა კოდექსში შეეტანაცვლება, მაგრამ იქ აშკარა დღესაც აშკარა კოლიზია შესაბამისი მუხლების. დემოკრატიული მოძრაობა თulis, რომ ამ ბრძანებით უგულავამ თავი დააყენა კანონზე მაღლა და თავისი ბრძანებით ფაქტობრივად დააკანონა შეპეს-სათვის საკუთარი თანამოქალაქეებისგან ხარკის აკრეფა. ეს ბრძანება არის ანტიკონსტიტუციური, კორუფციის და უფლებამოსილების აშკარა გადამეტების ნიშნის შემცველი და ფაქტობრივად წარმოადგენს თბილისის ახლაც ფაქტობრივი მერის უგულავას საბრალდებო დასკვნას. დემოკრატიული მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დასრულდეს City Park-ის ამ მართლაც უგულავას ხარკის პარპაში და დედაქალაქს დაუბრუნდეს ხალხისგან უკანონოდ მითვისებული როგორც მუნიციპალური ქონება, ასევე ყაჩაღობით მითვისებული თანხები.